გამარჯობა მეგობრებო, ჩემს YouTube არხს ახალ პოდკასტების სერიას ვამატებ, რომელიც იქნება სირბილის შესახებ და ამ ყველაფრის მიზანია საქართველოში სირბილის პოპულარიზაცია, შთაგონება და საინტერესო ისტორიების გაზიარება სხვადასხვა ქართველი მორბენლებისგან. დღეს არის ჩემი პირველი ეპიზოდი და ჩვენი სტუმარია ჩემი ქმარი გუგა გონგაძე, რომელსაც არაერთი დიდი დისტანცია აქვს ნარბენი, როგორც ოფიციალური, ისე თვითორგანიზებული და თვითონ უკეთ მოგვიყვება ისტორიებს სირბილის შესახებ. მოვესალმები შენს მაყურებელს და ძალიან დიდი პატივია პირველი სტუმარი ვარ შენს პოდკასტში. რითი დაიწყო, როგორ დაიწყო შენთვის სირბილი? ჩემი სირბილის ინტერესი სხვადასხვა შორის დაიწყო სკოლიდან. ფიზკულტურის მასწავლებელი მყავდა ჰამლეტ მამიკონიანი, რომელიც სხვადასხვა შორის საკმაოდ ცნობილია ქართულ მორბენელთა წრეში. და პირველად ბილიგზე, ტრეილზე სხვადასხვა შორის ჰამლეტმა წამიყვანა თემქის ზღვის ტყეებში და იქ გვარბეინა რამდენიმე კაცს ერთად სკოლიდან. და მე რაღაც ძლეოსნობის ფედერაციაში თუ სადღაც ზუსტად აღარ მახსოვს, სტარდებოდა შეჯიბრი და მანდაც მითხრა რომ წამოდიოდა პოტენციალს ხედავდა ჩემში და წამიყვანა ძლეოსნობის ფედერაციაში და იქ მარტო სირბილი არ იყო, სხვა რაღაც სიგრძეზე ხტომაც იყო და სხვა შეჯიბრი იყო და ჩემს ასაკში იმ შეჯიბრზე პირველ ადგილზე გავედი მახსოვს. ანუ მაქედან დაიწყო. საკმაოდ პატარა ასაკიდან დაგიწყია ეს. ხო, სკოლი. ჰამლეტის დამსახურება. ჰამლეტი ხა არ ვიცი რამდენი დღეს არის, მაგრამ დღემდე ძალიან კარგ ფორმაშია და დღემდე დაიბის და ეხლა მაინტერესებს თუ გახსოვს ესეთი შენი ოფიციალური გარბენი, სადაც ან სერტიფიკატი აიღე, ან медали რა იყო? და როდის იყო? პირველი ოფიციალური, ასე რომ ვთქვათ, გარბენი იყო 2018 წელს Wings for Life-ი, რაც კომპანიამ დაგვიყვანა სარბენად დიდი ავტობუსით და იქ მახსოვს რომ პირველად ვირბინე და ძალიან სასიამოვნო იყო, სხვათა შორის რამდენი ირბინე ხო არ გახსოვს? 11 კილომეტრი მოახერხე მაშინ. მე მგონი 10. და მაშინ დამეწია. მან ნუ კაი სერტიფიკატს არც გაძლევენ იქ უბრალოდ ონლაინ სერტიფიკატია. ელექტრონული სერტიფიკატი. ეხლა მაინტერესებს медалისის. медали უფრო სხვა არის მორბენლებისთვის, ხო? ჩვენც ვეჯიბრებით ერთმანეთს მედლებში, რომელს უფრო მეტი გვექნება და ამჯერად გუგა ერთი მედლით მისწრებს. მე მგონი მაგ 17 და შენ 18 თუ 16-17 აღარ მახსოვს, ეგრეა. და ეგ მაინტერესებს შენი პირველი медали როდის აიღე და როგორი ის იყო შეგრძნება? ხო, ანუ ეგ მან დრო გამოვედი Victor Life-ზე, ძალიან მომეწონა ეს შეჯიბრების და ამდენი ხალხის ერთად ნახვა და ამდენ ხალხთან ერთად სირბილი და ან იმავე წელს თბილისის მარათონზე გამოვედი 2018-ში, ან შემდეგ წელს იქნებოდა თბილისის მარათონზე, მაგრამ მახსოვს რომ 10 კილომეტრზე გამოვედი შემდეგ თბილისის მარათონზე და მან დავიღე ნამდვილი медали. თან ლამაზი მედლებია. კი. მეორე მარათონიც მახსოვს სხვათა შორის. მეორეთ? კი, მაგის მერე ძალიან მალე იყო ბათუმის მარათონი. ეს კორონამდე იყო, მაგის მერე აღარ ჩატარებულა და ბათუმის მარათონი ძალიან სასიამოვნო იყო. ბულვარზე იყო გარბენი. და მან დავიღე მეორე, მახსოვს. ძალიან მაგარი. მაგის მერე აღარ ჩატარებულა ეგ გარბენი სამწუხაროდ. არ და კაია სანაპიროზე. აი თუ მოგიგიაოდეს მე ახლა რა მეგეც მაინტერესებს და რამდენი კილომეტრი ირბინე თქვა და საათ და ასე შემდეგ ეგეც მაინტერესებს. ერთი ღია ჩემპიონატი არაფერი რომ მიგია, მაგრამ ჩვენს შიდა წრეში ჩატარებული ჩემპიონატი იყო მარათონის დისტანცია 45 კილომეტრამდე. 46 იყო. 46 კილომეტრი ტრეილზე, სადაც ქარფში შენ გამოდიოდი, კაცებში მე და ქარფში შენ გახვედი პილოტოზე და კაცებში მე. რაც ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო. ჩვენ медалს კი აწერია 42 და 200 მგონი, მაგრამ 46 კილომეტრი ვირბინეთ მაშინ. ჩემთვისაც ეგ იყო და სამახსოვრებელი. და ეხლა გავაგებინოთ ზოგადად ჩვენ მაყურებელს, რომ ბევრს აქვს ხოლმე ეს კითხვა, სად დავრბივართ რა ზოგადად, იმიტომ რომ აი ტრასაზე დარბიხარ, ქალაქში დარბიხარ, რამე ბილიკები არსებობს თბილისში, სამთო სირბილის თუ რა. ანუ ისიც მინდა ვთქვათ, რომ ეს 46 კილომეტრი რაც ახსენა გუგამ, ეს იყო ტრეილ მარათონი. ტრეილ მარათონი რა არის? სირბილი ბუნებაში, სადაც არის აღმართი, დაღმართით, სწორით, ნუ ყველანაირი რელიეფი არის და ყველანაირი რელიეფს ეკიწევს სირბილი. ეს არის ტრეილ მარათონი, ესეთი სირბილის განშტოება, თუ როგორ თქვა.
ხო, აი ეს მინდა რომ აუხსნა ჩვენ მაყურებელს, იმიტომ რომ ბევრი ისეთი იქნება, რომელსაც ჯერ არ დაუწყია სირბილი და აპირებს და შემდეგ და მინდა რომ გავაგებინოთ ზოგადად ხალხს, რომ თბილისში თუ არსებობს ეს სარბენი ადგილები, სადაც შეგვიძლია ჩვენ სხვა რელიეფსაც ვირბინოთ ქალაქშიც თუ სად და აი მინდა რომ გაგვიზიარო როგორ ვარჯიშობ. ძალიან ბევრი ვარიანტია სადაც შეგვიძლია ირბინო. დახურულ სივრცეს შეგვიძლია ირბინო, ღია სივრცეს შეგვიძლია ირბინო. ღია სივრცეს რაც შეეხება, პირდაპირ შეგვიძლია სახლიდან გამოხვიდე და შენს რაც სადაც ცხოვრობ იმ ქუჩებში. მაგრამ გამონაბოლქვზე რას იტყვი? წრეები არ თქვა თუნდაც. გამონაბოლქვზე ის უნდა გააკეთო, რომ ან დილით ადრე უნდა ირბინო, სანამ მანქანები მასიურად სანამ გაიღვიძებს თბილისს. ხო, სანამ გაიღვიძებს, თორემ გამონაბოლქვზე მეტად ალბათ უფრო საჭიროება იმისა, რომ სულად ატარებენ მანქანებს თბილისში და მაგრამ მე დილით ერთ-ერთი ის მეშინია ხოლმე მარტო რო ვირბინო მაგალითად რომ ის არის ძაღლები არიან. ხო, ძაღლები აი არის ხოლმე დაბრკოლება სხვათა შორის და ფიქრობ რომ ბევრის დაბრკოლება არის ეგ რომ აი ვიღაც ხო შეიძლება მარტო იწყებს სირბილს და აი დილით ადრე მე მაგალითად მარტო ვერ გავალ. მართლა მეშინია. ხო, მარტო თუ არ გინდა გასვლა, მაშინ ან ვინმე უნდა ნახო ვინ შენთან ერთად ირბენს, ან შეუერთდე მორბენალთა კლუბებს, რომელიც უკვე საკმაოდ ბევრი არის თბილისში. და აქვე ვახსენებთ ჩვენს მეგობრებს, ჯანკირანერებს, რომელთაც შეგიძლიათ შეუერთდეთ. ერთ გარბენს ატარებენ ოთხშაბათობით თვითონ ქალაქში. ჭავჭავაძე ყაზბეგის წრეს აკეთებენ და მეორე გარბენს სუბუქ ტრეილს აკეთებენ რლისზე. შაბათობით, დილით. ძალიან კარგი არის დამწყებებისთვის, რომ შევერთეთ მათ, რომ ბევრი ცოდნა აქვთ გამოცდილება და დაგეხმარებიან ყველაფერში. კი ბატონო, და თან არის სიჩქარეების მიხედვით აქვთ რა, სწრაფი მორბენლებისთვისაც არის, საშუალო მორბენლების და ნელი მორბენლებისთვისაც და ანუ მარტო არ იგრძნობთ. მარტო არ იგრძნობთ, აუცილებლად თქვენ იმას ნახავთ pace ასე ვთქვათ. დავუშვათ მარტო თუ გვინდა სირბილი და რაღაც უხერხულება კლუბებს შეუერთდეთ. მანდაც ბევრი ვარიანტია. თუ მანქანა გყავთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ რისის ტბასთან, რისის ტბაზე წრე და არტყათ. თუ რისის წრე ცოტა მუხლებისთვის ცუდი არის, შეგიძლიათ ტრეილზე ახვიდეთ, ბილიკებზე, რისის ტბის თავზე, იქ ბევრი ვარიანტია. შეგიძლიათ კუსტბაზე ახვიდეთ, კუსტბიდან ზევით უძოს თამდე ძალიან ბევრი ვარიანტია ბილიკების, ესეც ძალიან კარგი სავარჯიშო ადგილებია. შეგიძლიათ ნაფეთროებისკენ წახვიდეთ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ვარიანტი თუ მანქანა გყავთ. თუ მანქანა არ გყავთ, მაშინ ფეხის გზაზე რაც იქნება, ის უნდა ვნახოთ რა. შეიძლება თავიდან ვაკის პარკიც საკმარისი იყოს, თუ მან დახოს ცხოვრობ. ან დენდროლოგიური პარკი და ასე შემდეგ. უკვე თუ მონდომება არის, სარბენ ადგილს აუცილებლად იპოვი. და ასევე არის ჩვენ დიდი გამოცდილება მაგაში არ გვაქვს და არც ვიცნობთ აქტიურად მათ ხალხს, მაგრამ ფედერაციებიც არსებობს, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ, გაწევრიანდეთ და ავარჯიშებენ ხალხს. სტადიონზე თქვათ ორი სიტყვა ვაკეში რო არის. სტადიონი მე პირადად ერთი ვიცი, სადაც ესე უშვებენ ადამიანს, რომ წრეზე 400 მეტრიან წრეზე ირბინონ. ეგეც საინტერესოა. ვაკის სტადიონზე შეგიძლიათ მიხვიდეთ, დილის 7 საათზე ხსნიან ხოლმე და შეგიძლიათ ირბინოთ და წახვიდეთ მე სახლში. ძალიან სასიამოვნო და მარტივია მანდაც. კი, ნამდვილად. ან ბევრი ადგილი გვაქვს მოკლედ თბილისში, როგორც ტრეილის, ისე როდ. მაგრამ ყველაზე თუ მარტო ხართ და გინდათ დაწყება, მაინც გირჩევით, რომ რომელიმე კლუბს გავუერთიანდეთ. კი, ნამდვილად. ჯანკირანერებს გირჩევით. მეც. თავარი რაც უნდა ვთქვათ, ეხლა სად ვართ? ხედიდან ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ სვანეთში ვართ, მესტიაში, ზურულდის საბაგიროებს გადავყურებთ. და აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ ტრეილაბი ატარებს დიდ გარბენს, დიდ ესეთ ივენტს სვანეთში. მთელი სვანეთის მასშტაბით პრინციპში ეგრე გამოდის. კი ბატონო, ტრეილაბი ზოგადად რა არის, ეგეც ვთქვათ ორი სიტყვით. ხო, ტრეილაბი არის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მასშტაბით ატარებს სხვადასხვა სამთო გარბენებს. და პირველად წელს ატარებს სვანეთში. და აუცილებლად გვინდა აქ მივიღოთ ჩვენს მონაწილეობა. სვანეთის გარდა ატარებენ ასევე სტეფანწმინდაშიც, რომელიც ასევე წელსაც იქნება და ნუ თბილისში ატარებენ თბილისის შემოგარენში გარბენებს წოდორეთის მხარეს და თაწმინდაზე ასევე. წელს პირველად ტარდება როგორც თქვით სვანეთში, იქნება სხვადასხვა დისტანციები, 6 კილომეტრიდან დაწყებული 102 კილომეტრის ჩათვლით. წესით იქნება ძალიან რთული, იმიტომ რომ სვანეთის რელიეფიდან გამომდინარე ძალიან ბევრი აღმართი იქნება და ძალიან ტექნიკური მონაკვეთები სარბენი. ხო და ამის გამო პირველი ივენთია აქ, რომელიც მე ჩატარდეს, ამის გამოტოვება არ გვინდოდა არავითარ შემთხვევაში. ჩამოვედით და ვიღებთ მონაწილეობას. მე ვიღებ 102 კილომეტრში მონაწილეობას, ქეთი იღებს 6 კილომეტრში მონაწილეობას. მას შემდეგ რაც ქეთი დაამთავრებს თავის 6 კილომეტრიან გარბენს, დაждდება მანქანაზე
და სხვადასხვა დამხმარე პუნქტებზე დამხვდება. სადაც შემიძლია მისვლა, ყველა პუნქტზე არ შემიძლია, მაგრამ სადაც შემიძლება მივალ და დავეხმარები როგორც შემიძლება მუკას. და ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იქნება იმედია. კი. ასეთი იყო საერთაშორის ზალცბურგში ვირბინე მე 84 კილომეტრი და მაშინ გუგას ტრამვა ჰქონდა ფეხზე და ამიტომ ვერ ირბინა გუგა, მაგრამ სადგურებზე ესე მხდებოდა მანქანით და მართლა ძალიან დიდი ის იყო мотивация და დახმარებაც. ხო, ისიც ვახსენოთ სადგურები რას წარმოადგენს. ხო, სადგურები რა არის ყოველიმეზე? ხო, მაგალითად თუ ძალიან დიდი გარბენი არის 100 კილომეტრიანი, მთელი მუღამი ამის ორგანიზების ის არის, რომ ორგანიზატორები ყოფენ ამ 100 კილომეტრიან გარბენს რამდენიმე მონაკვეთად, თქვათ 10 კილომეტრიან, 15 კილომეტრიან მონაკვეთებად, თქვათ. და ამ მონაკვეთებში არის და დამხმარე ადგილები, პუნქტები განთავსებული, სადაც არის საჭმელები, სასმელები, ადამიანები, რომ გაგამხნევონ, რაღაც თქვათ წყალი ჩაგისხან, დაგალევინონ, საჭმელი გაჭამონ რაღაც. გაგამხნევონ, ასე შემდეგ ყველაფერი. და ზუსტად ზალცბურგში რო ვიყავით, იქ ერთი პუნქტი რო წავიდო და კეთი სხვა პუნქტამდე, მე მანქანით ვატარებდი, მივიდოდი ამ პუნქტამდე, სანამ კეთი ბილიკებით ჩავიდო და მეორე პუნქტში, მე მანქანით უცებ მივდიოდი ხოლმე ტრასის გამოყენებით და ხვდებოდი ხოლმე და იქ ვახნევდი. თან ეს ნომრები რო გვაქვს ეს გვაკრია, ასე ვთქვათ, იმას აქვს ჩიპი და ონლაინ ნახულობ დაახლოებით სად არის, ხო? ყოველ სადგურზე განახლდება შენი მდებარეობა. ანუ ერთ სადგურზე რომ მიხვალ, იქ ეწერება, რომ აი კეთი არის ახლა ზურულზე, ხო? მერე ზურულდიდან დაახლოებით ანგარიშობს, რამდენ ხანში იქნები შემდეგ სადგურზე და ანუ აი ესე დაახლოებით ხვდები სად არის იმ დროს რომ მიხვიდე. ხო, ეს რბოლის მიმდინარეობის დროს თვითონ საიტზეც, რეგულარულ საიტზე იქნება ლაივ განახლების რეჟიმში. რომ ნახოთ თუ ინვე სიცნობ სახელი გვარი წერია და გვერდზე შეგიძლია უკვე გნახო. ეხლა მაინტერესებს 102 კილომეტრისთვის როგორ ემზადები, თუნდაც ყვება, როგორ ვარჯიშობ და ეს ყველაფერი მინდა რომ გაგვიზიარო, იმიტომ რომ მართლა ისე მომზადებული ხარ ჩემი აზრით. ამ 102 კილომეტრისთვის რეალურად 3 თვე მოვახერ ხელმზადება. უფრო დიდი ხანი ვაპირებდი და რეალურად უფრო დიდი ხანი ვიდრე თქვათ 6 თვე, მაგრამ 2024 წელი უფრო რთული აღმოჩნდა, იმიტომ რომ თითქმის მთლიანი წლის განმავლობაში პატარა ტრამვები მქონდა და ვერ მოვახერხე გადამით ერთ თვეზე მეტი ვარჯიში გემრიელად. ეს განუყოფელი ნაწილია მორბენლის ზოგადად. ხო, მაგრამ აქ ტრამვებთან სწავლობ შენს ხელს და 2025 წლის დასაწყისიდან მინდოდა 6 თვე ამეღო და მე ვარჯიშე ოლმესტია ულტრასთვის, მაგრამ იქ იყო სხვადასხვა გართულებები, თუნდაც ის რომ ღორისკრივი და პნევმონია მქონდა საკმაოდ დიდი ხანი და ჩემ ჯანმრთელობაზე იმოქმედა ცუდად. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მარტიდან ან აპრილიდან მე მგონი დავიწყე ვარჯიში და გამოვიდა, რომ აპრილი, მაისი, ივნისი და ივლისის ნახევარი. საკმაოდ კარგად ვივარჯიშე ისე როგორც მინდოდა, თანათან გავზარდე კილომეტრაჟი, ამაღლებებსაც დავდოდი. აი, ყოველ კვირა რამდენ კილომეტრაჟს კრებდი, ასე ვთქვათ. ნუ ონლაინში რო წაიკითხო, გეტყვიან, რომ 10%-ზე მეტი არ უნდა გაზარდო წინა კვირასთან შედარებით, მაგრამ მე უფრო ჩემს ფეხებს და სხეულს უსმენდი. შეიძლება შემდეგ კვირაში უფრო მეტად გამეზარდა, შემდეგ კვირაში თვითონ დამიკლო, რომ დამესვენებინა. მაგრამ საბოლოოდ ტრენდი ისეთი გამოდიოდა, რომ თანაბრად იზრდებოდა ეს ყველაფერი. ერთი ის გავაკეთე, რომ მქონდა პიკ კვირები, სადაც მაქსიმალური გარბენი გავაკეთე, 100 და 120 კილომეტრი კვირაში მაქსიმალური ამაღლებით რაც შემეძლო გამეკეთებინა და მაგის მერე თანათან დავისვენე შემდეგ კვირა და ეს ბოლო კვირა თითქმის სულ ვისვენებ და ვიღდგენ ძალებს. და ისიც მინდა რომ თქვა, რომ ეს სირბილები სულ იყო თითქმის ყველა ტრეილი და აღმართები, ხო? კი, ნუ რა თქმა უნდა, რადგან მე სტილს ვისვენებდი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აღმართები და აღმართები გამომეცა და ნუ ჩემთვის პრობლემატური დაღმართები არის იმის დამიხედით, რომ მაინც გამხდარი სუბუქი არ ხარ და მუხლებზე მაწვება შენ. მუხლებზე, ბარძაყებზე წვება. ამიტომ მე კიდე პირიქით დაღმართები მიყვარს. ან მეც მიყვარს დაღმართები, როცა დიდი რაოდენობით დაღმართები არის, უფრო მაწუხებს ხოლმე. აღმართს რაც შეეხება, უფრო მარტივად ვიტან. ამიტომ ხო, მაგაზე ვცდილობდი, რომ გამეუმჯობესებინე თუნდაც აგებულება და
მუხლები და ყველაფერი. კი ბატონო, რაღაცა ის რო დაფრინავს და მეგონი მიკროფონში შემოვარდა ეს ამის ხო შეიძლება. მაინტერესებს მე მქონია ესეთი რაღაც და მაგიტომ თუ ქონია ესეთი მომენტი უშუალოდ სირბილის დროს რომ გიფიქრია რომ აი მორჩა, ანუ ვეღარ შევწლებ და აქ უნდა დავამთავრო ეხლა და თუ ქონია როგორ დაძლია ეს? თუ დაძლია? საბედნიეროდ ეგეთი მომენტი არ მქონია. თუნდაც გრძელ დისტანციაზე ეგეთ გარბანებში. ნუ ყოველ შემთხვევაში იმას ვფიქრობდი, რომ თუ ძალიან დავიღალე, ფეხის ჩობრეთ სიარულით მაინც გავგზავნე და დავაფინიშებ მეთქი. ისეთ სულად არასდროს არ ყოფილა, რომ უნდა გავჩერებულიყავი. ნუ ერთს რასაც ვაკეთებ ის არის, რომ პირველ რიგში საკმაოდ ბევრს ჭამ და ბევრს ვსვავ დიდ დისტანციაზე. და გამოფიტული არ ვარ ხოლმე ძირითადად და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გავითვალისწინოთ. და ეგ მოქმედებს პირდაპირ ტვინზე და დანებების ინსტინქტი ალბათ მაქედან მოდის, რომ მაქსიმალურად გამოფიტული რო არის სხეული, უკვე აღარ შეუძლია სხეულს და ტვინს გაგრძელება მეტი. ნუ პირველ რიგში ეგ არის გასათვალისწინებელი, რომ საკმაოდ ჭამო, გამოიკვებო, დალიო და ნუ მე ეს ხარ რაღაც მომენტში გამართლებაზეა, რომ რამე არ დაიზიანო, არ გაიტრამო. და ყველაზე ახლოს მაგასთან ალბათ ვიყავი ხორვატიაში 70 კილომეტრიან გარბენზე, რაც თავიდანვე ტრამირებული ვიყავი, როცა დავიწყე. და თავიდანვე მაწუხებდა მუხლი. ნუ პირველი 5 კილომეტრი უფრო სწორად არ შემაწუხა, 5 კილომეტრის მერე შემაწუხა და ვიცოდი რომ იბუპროფენი წაღებული მქონდა, მაგრამ რატომღაც ვერანაირად ვერ მოვძებნე ჩანთაში პირველი 45 კილომეტრი. და არ ქონდათ იქ ხო? სადგურებზე? სადგურებზე ვეკითხებოდი გამოყუჩებელი თუ გაგვთქვით, მაგრამ არ შეიძლება ვერ მოგცეთო თუ რაღაც ეგეთი. მეგონი შენი პირადი უნდა ქონდეს აუცილებლად თუ იმით რაღაც. ხო, არ ისკავენ თუ რაღაც ეგეთი თემა. ალერგიული ის ხარა. ო და პირველი 45 კილომეტრი ძალიან გამიჭირდა მაშინ. თან ძალიან სიცხე იყო იმ მომენტში ხორვატიაში, 25-30 გრადუსი იყო შუა დღით. სადგურების ხოთაშორის საკმაოდ შორიშორს იყო, რაც ტრეილავს შედარებით ახლოს აქვს სადგურები და იქ რამ ძალიან ხშირად იყო რომ 10-15 კილომეტრი შეიძლება არ ყოფილიყო სადგური. ძირითადად ეგრე იყო განაწილებული. და ეს 45 კილომეტრი მაინც ვერა და ვერ ვიპოვე და ბოლოს უკვე მოვიხსენი ბოლომდე ჩანთა ამოვყარე ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან გაუსაძინესი იყო ეს მუხლში ტკივილი და როგორც იქნა ვნახე. გვიანი იყო თუ არა? გვიანი აღარ იყო, იმიტომ რომ მაინც ნორმალურ დროში დავაფინიშე ეგ გარბანი. ნუ შემდეგი ნახევარი აღარ მეტკინა რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ნატკენზე რომ ამდენს დარბიხარ, საბოლოოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ეს ტრავმა გამირთულდა და რამდენიმე თვე მაგას უკუნალობდი. იბუპროფენი კი კარგია რომ გიუჩოს, მაგრამ იმ ტრავმას რეალურად არ აკრობს. ზუსტად, ჩემ მეგობარმაც ეგრე დალია 100 კილომეტრი რო ვირბინეთ, მაგასაც მოვყვები. და შუა იმაში, ბოლოსკენ იყო უბრალოდ მე მგონი 71 კილომეტრზე ძალიან ეტკინა მუხლი და დალია იმდენი იბუპროფენი რომ სრულიად გაუყუჩა, მაგრამ მან ჩაეჭირა მე და 6 თვე ვეღარ დარბოდა. ანუ ეგეც უნდა გაითვალისწინო რა, ეხა იბუპროფენი უნდა დალიო ისეთ მომენტში რომ აი ანუ არ უნდა გაკეთო ისე რომ ამ იბუპროფენმა პირიქით უფრო გაგტრამოს. ხო, ანუ როცა მესტია ამ შემთხვევაში ჩემთვის თავარი გარბენი არის წლის ამის მერე შეიძლება გარბენებში მივიღო მონაწილეობა, მაგრამ ეგეთ ყურადღებას აღარ მივაქცევ და კონკრეტულად იმ გარბენისთვის აღარ ვივარჯიშებ. და ამიტომ როგორ რამე იბუპროფენს გამოვიყენებ აქ, მაგრამ ზოგადად ვარჯიშის დროს თუ მეტკინა, ეგრევე ჩერდები ხოლმე და თუ ვიცი რომ ნატკენი ვარ, აღარ ვარჯიშობ ხოლმე და ვაცდი. თორე ბევრად მეტი დრო დაიხარჯება მის მოშუშებაში, ვიდრე ჯობია ის გარბენი ჩააგდო ერთი ვარჯიში. როგორ ფიქრობ, ყველაზე რთული გარბენი იყო მაგ მხრივ ხორვატია? კი, ყველაზე რთული იყო მაგ მხრივ, რომ პირველ რიგში სიცხე იყო, გაუსაძლისი და ფეხი მტკიოდა თითქმის მთელი გარბენის განმავლობაში, საინამ იბუპროფენი არ დავლია. ზუსტად ეგ ქონდა მე 100 კილომეტრი რო ვირბინეთ, 100 კილომეტრი ვირბინეთ თვით ორგანიზებულად, მეგობრებმა ეს გავაკეთეთ და მანდ გავიცანით ერთმანეთ მე და გუგამ სხვათა შორის 100 კილომეტრი ვირბინეთ ერთად. და მან დამემართა მე ეგეთი რაღაც რომ 50 კილომეტრზე სადღაც, ანუ შუაში დამეჭიმა ტერფი საშინლად ისე რომ ვეღარც ვადგამდი. ნუ თავიდან ვადგამდი, მაგრამ მან დავლია მეც იბუპროფენი, მაგრამ კიდევ კარგი რომ არ გამიყუჩა. მაზებსაც ვისვამდი რაღაც კრემებს, ბევრი რაღაცა გავიკეთე მოკლედ. არ გამიყუჩა საერთოდ? საერთოდ არ გამიყუჩა, მაგრამ კიდევ კარგი, იმიტომ რომ გაეყუჩებინა ალბათ ვირბენდი და ის 50 კილომეტრი აი ოდნავ ძუნძულებდი, როგორც კი ამტკივდებოდა სიარულით ვაგრძელებდი და ასე შემდეგ და აი იბუპროფენს რო გაეყუჩებინა, ალბათ იქ მე მაინც ჩავაჭერდი და ვირბენდი ბოლომდე და ალბათ სულათად დასრულდებოდა და
საბოლოოდ ესე რომ მოხდა რომ მე არ გამიყუჩდა ეს ფეხი და ისე ვირბინე როგორც საჭირო იყო ოდნავ ვიძუნწულე ვიარე ძალიან დიდი ხანი დამჭირდა 19 საათი და რაღაც მაგრამ ღირდა იმიტომ რომ ის ტერფი მეორე დღეს ცოტა ხანი მტკიოდა და მორჩა და მაგასიანზე ხოთაშორის ძალიან ბევრი გაიტრამვა მათ შორის გოგაც და კაი ხანი ვერ დარბოდნენ ხო მე ერთი თვე ვერ დარბოდი მაგასიანს ანა ვერ დარბოდა 6 თული გარბენი ნაკლებად თული იყო ჩემთვის ვიდრე ხორვატია ხო იმიტომ რომ დაბალია ეს ტრაუმა 96 კილომეტრზე ვიგრძენი მენისკში და ბოლო 3 კილომეტრი ვიარებ ეგ ბოლო 3 კილომეტრი ვიარებ და მე ერთ თვეზე მეტი ვეღარ დარბოდი მაგ მენისკის პრობლემის გამო ხო ამიტომ ეგ დიდ დისტანციაზე კი ჩამთავრებ შეიძლება მაგრამ მე შეიძლება საერთოდ 6 თვედან 1 წელიც შეიძლება ხანი აღარ გარბეინოს ოპტიმალურად კი და ხანდახან შეიძლება ისეთ ტრაუმები მიიღო რომ სამუდამოდ გაკვეს მაგ ყველაფერს მე ამიტომ ჯობია კარგად მოვიწყო კი ზუსტად ანუ საბოლოოდ ეს 100 კილომეტრი კარგად არ მირბენია ძალიან ცუდ დროში დავასრულე მაგრამ მაგის მერე კარგად ვიყავი და მაგის მერე ჩუბოთ გავაგრძელე ვარჯიში ამიტომ ესე ღირდა ალბათ პირველისთვის ეხლა მინდა კვებაზე გადავიდეთ როგორც თქვი ძალიან საჭირო არის კვება და მნიშვნელოვანი არის სირბილის დროს და ასევე ვფიქრობ სირბილის წინაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაინტერესებს ესე ერთი კვირით ადრე როგორი კვებები თქვათ მარათონამდე, გარბენამდე, უშუალოდ გარბენის დროს და შემდეგ რომ მოგვიყვე რას ერთი კვირით მარათონამდე ზოგადად ვილაპარაკებ ვარჯიშის პერიოდში, მოსაზრებელ პერიოდში როგორი კვებები. სხვა შორის დიდ ყურადღებას მაინც არ ვაქცევ კვებას, მაინც ყველაფერს ვჭამ რაც მინდა, ოღონდ მაგრამ ჯანსაღათი კვებები ისედაც. ხო, ბუნებრივად ჯანსაღათი კვებები, ეგეთი კვება მომწონს. ამიტომ ყურადღებას უბრალოდ იმას ვაქცევ, რომ რაც შეიძლება მეტი პროტეინი მივიღო თითოეულ საჭმელში, ან თითოეულ დოზაში, ასეთ დღის განმავლობაში ვჭამ, თუ სამჯერ ვჭამ, ვცდილობ რომ სამივეჯერ პროტეინი მივიღო. პროტეინი საჭიროა აღდგენისთვის და ყველაფრისთვის, კუნთებისთვის. და ნუ რადგან მორბენლები ვართ, ამისთვის ნახშირწყლებით გვჭირდება საკმარისი რაოდენობით. ოღონდ აქაც ვცდილობ, რომ კარგი ნახშირწყლები მივიღო. და ცხიმებს რაც შეეხება, მაინც ვცდილობ, რომ შედარებით ნაკლები რაოდენობით მივიღო. თუ კონკრეტულად არ ვემზადები არაფრისთვის გარბენს გულისხმობ და ყოველკვირეული გარბენი საკმაოდ დაბალი არის, მაშინ პროტეინს ისევ ვცდილობ ბევრი შევჭამო, იმიტომ რომ დარბაზში ვარჯიშობ ხოლმე. ნუ ნახშირწყალს ვუკლებ და შეიძლება ცხიმი ოდნავ მეტი მივიღო. დანამატსაც იღებ პროტეინს. დანამატაც ვიღებ კი ყოველი გარბენის მერე პროტეინს ვავრზით. კი ბატონო, რომ ნუ აღდგენა იყოს რა. სხვა განსაკუთრებულ დანამატებს არაფერს არ ვიღებ საერთოდ. წინა დღეს რა სჭამ ხოლმე, ეგეც მაინტერესებს. ხო, გარბენით თუ დიდი გარბენი არის, წინა რამდენიმე დღე ვცდილობ რომ მაქსიმალურად ბევრი ნახშირწყალი მივიღო, ესეც ყოველი ჭამის დროს საკმაო რაოდენობის ნახშირწყალი იყოს, რომ კარგად შეიწოვოს კუნთებმა ეს ყველაფერი. ხო, და ეს ნახშირწყალი უნდა იყოს პასტა, ბრინჯი, ცომეულის სახით და არა, თქვათ, სწრაფი შაქარი, რომ სწრაფად დაიწყოს. რომელიც მე მიყვარს. და ნუ ტრადიცია არის გარბენის წინაღამეს პიცის და პასტის ჭამა. რომელსაც ალბათ ვიზამთ. აუცილებლად ვიზავთ ხვალ, რადგან პარასკევია და გარბენის წინა დღე იქნება. კი ბატონო. გარბენის პროცესში, ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რაც უფრო იზრდება დისტანცია და მიდიხარ რაც 50, 60, 100 კილომეტრის ფარგლებში და იქით, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჭამა და რამდენად კარგად შეუძლია მოინელოს მიღებული საჭმელი შენს სისტემას. და ნუ წყალიც რა თქმა უნდა. და ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ თლიანი გარბენის განმავლობაში ყოველთვის ჭამო, არ უნდა იყოს ერთი მომენტი, სადაც შიმშილი თუ იგრძენი, უკვე ძალიან დიდი პრობლემა არის. გვიანია, ხო? გვიანი არის, ამიტომ ვცდილობ, რომ ნახევარ საათში ერთხელ რაღაც შევჭამო. ამ გარბენში მივიღებ tailwinds, რომელიც არის კალორიები ნახშირწყლების სითხის სახით, ფხვნილი არის გასახსნელი. ამ tailwinds თლიანი გარბენის განმავლობაში სულ განვაახლებ და მაგას მივიღებ, რომ არც ერთი მომენტი არ იყოს, სადაც დამაკლდება ნახშირწყალი და თან გელები არის რომელსაც აქვს შაქრის შემცველობა, ნახშირწყლების შემცველობა და იმას ნახევარ საათში ერთხელ ზოგს კოფეინის აქვს, ხო? ზოგს კოფეინის აქვს, კი. ასევე საჭიროა რომ ნუ წყალი მიიღო იმ რაოდენობის, როგორც მოუნდება შენს ხელს, თუ სიცხე იქნება ძალიან ბევრი, თუ სიცივე შედარებით ნაკლები და წყალთან ერთად აუცილებელია ელექტროლიტების მიღება, მარილის მიღება, რადგან სიცხეში მაგალითად ბევრი ოფლი იღვრება, მე მithumetes ძალიან აქტიურად ვხური ოფლს და
ამიტომ საჭიროა უკან მიიღო ეს მარილი, რომ სხვადასხვა პრობლემებს იწვევს ეს მარილის დაკარგვა, როგორც არის, თქვა, ძალიან სიცხე შეიძლება იყოს და უცებ დეჰიდრაცია მიმართება და შეიძლება კანკალით გავსაძირს გახდეს, ისე შექცივდეს. ბოლო ვარჯიშის, დიდი ვარჯიშის დროს სახლში დავტოვებ წყლის ფილტრი და ისე გამოვიდა, რომ ბოლო 3 საათი 30 კილომეტრი დაახლოებით წყლის გარეშე ვირბინე. შესაბამისად ვერც საჭმელს ვჭამდი და ვერც წყალს ვიღებ და ვერც ელექტროლიტებს და საბოლოოდ ეგეთი გამოფიტვა არც 70 კილომეტრის გარბანის დროს ქონია და არც 100 კილომეტრის. კარგი რომ ესტიამდე ქონდა ეს. ხო, კაი გამოცდილება იყო, რომ საჭმელს ეხლა უფრო დიდ ყურადღებას მივაქცევ. კი ვიცოდი, მაგრამ მაინტერესებს არ საჭმელს თუ ჭამ სირბილის დროს უშუალოდ. არის საჭმლის ჭამას ძალიან მიჭირს სხვათა შორის. ვიცი რომ ხალხს ზოგადად თუ მოსწონს, მაგრამ მე მირჩევნია რომ ერთ-ეგივე კონსისტენციის მიყოთ ხელი გელები, ან წყალივით თეილვინდი და მარილიანსაც ვერ ჭამ. აი მე სხვათა შორის სულ რომ მაგას ჭამდი ტკბილს და გელებს და რაღაც მინდა და სულ მინდება მარილიანის ჭამა და ყველები შევჭამე. ოთხკუთხედის პატარ-პატარა დაჭრილი ყველები და მარილიანი ჩხირები. მე მარილი ძალიან მიშრობს პირს ისეც ამ გარბენის დროს და ჩიფსი მოწონს ძალიან. ამიტომ არ ვჭამ ხოლმე და კიდე ყველაზე კარგი არის დამატებით საზამთრო ან პორტოხალი. სუპსაც კი ჭამენ, ეგეც მინდა. სუპსაც ჭამენ, მაგრამ მაგას ვერას ვერ გავლისკავ მე რომ სუპი ჭამო სადგურზე. სუპს ვერა, მაგრამ ეგეთ რაღაცები კი ჩიფსები და რაღაც. და ნუ სირბილის დამთავრების მერე ვცდილობ რაც შეიძლება მეტი პროტეინი აგიდგინო ყველაფერი ხო? წყალი და წყალი დაკარგული რაც არის და ნახშირწყლებით გჭირდება რომ ენერგიაზე მოხვიდე. ისე დაახლოებით რამდენ კალორიას დაწოვ შენი აზრით? შეიძლება 10000 კალორიამდე იყოს. ხო, იმიტომ რომ შენ ბევრს წავ ხოლმე ერთი მათი. და ანუ რამდენსაც ფიქრობ რომ დაწვა, იმდენი უნდა ჭამო ხო რეალურად. მაგას ვერ მიიღებ ხა მაგრამ. ნახევარი მაინც ხო უნდა. სულ უნდა როგორც წავ კალორიას, სულ უნდა იმაშებოდე რა, მაინც იღებდე კალორიას, მაგრამ ეგრე ერთ-ერთში ვერ იზავ ვერა. ხო, ერთ-ერთში ვერ იზავ, მაგრამ მაინტერესებს რასაკეთებ აღდგენისთვის. თუნდაც კვებით, თუნდაც რავია, ზოგი მასაჟებს იკეთებს ხოლმე, ზოგი შეიძლება საუნით გამოდიოდეს, არ ვიცი, შენთვის რამე ხო არ არის აღდგენისთვის? უბრალოდ დასვენება და კარგი ჭამა და ძილი. ზოგი დარბის აღდგენისთვის, მე არ შემიძლია ეგ. ხო, არც მე, აუზი ალბათ და საუნა თუ რაღაც ტრავმა არ მაქვს, ტრავმის დროს არ შეიძლება საუნა, ამიტომ თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, აუზი, საუნა იქნება, კარგი ჭამა და კარგი დასვენება. მეტი არაფერი არ არის საჭირო. დიდად. მე გაცხოვრებ. ხო. მაინტერესებს ახლა სვანეთის გარბენზე რა, ასე ვთქვათ, ეკიპირება მიგაქვს. აი ეგენი რო გითხრა. ეკიპირება საკმაოდ ბევრი მიმაქვს, იმიტომ რომ მოთხოვნებშიც აქვთ აუცილებელი აღჭურვილობა ორგანიზატორებს, რაც უნდა გქონდეს. და ნუ დამატებით ახლა რაც მე ვფიქრობ რომ ჭირდება, ისინიც უნდა წავიღო. ძალიან ბევრია სხვათა შორის, ჩანთაც მძიმე იქნება, მაგრამ ერთ-ერთი გამოწვევა იქნება ამ გარბენის, რომ ამ დისტანციაზე საკმაოდ მძიმე ჩანთის დარება მოგიწევს ამდენი ხნის განმავლობაში. მაგრამ არის ხო რაღაც ადგილები, სადაც შეგიძლია რაღაც დატოვო და იქ აიღო ხო მერე? ხო, და ასევე გითხრეს რომ სავარაუდოდ თუ მაგალითად ძალიან ცხელი ამინდია მთელი გარბენის განმავლობაში და არ არის საჭირო საწვიმარი, შარვალი, საწვიმარიზე და მაგას დატოვებ რა. მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაფერი უნდა გქონდეს თავიდან. საწვიმარი მაინც უნდა გქონდეს, ვფიქრობ. შარვალი შეიძლება დატოვო და თვილი რაღაც, მაგრამ საწვიმარი ისეთია, რომ თაში შეიძლება უცებ მოვიდნელად წამოვიდეს. საწვიმარი ისე ძალიან მსუბუქი არის. ამიტომ პრობლემა არ იქნება ეგ. და ნუ გამოსაცვლელი ფერმელიც მექნება დატოვებული პუნქტებზე, იმიტომ რომ ვიცი რამდენიმე მდინარის კვეთა იქნება დასრულდება ფეხი. ნუ წინდებიც მექნება რა თქმა უნდა დატოვებული გამოვიცვალო, ფერმელიც შეიძლება გამოვიცვალო. და თან მიგვაქვს თავფანრები რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რამე მოგვიწევს სირბილი აუცილებლად, ძალიან ბევრი საჭმელი, ყველაზე მძიმე ალბათ საჭმელი იქნება გზადაგზა, იმიტომ რომ თვითონ ამ პუნქტების საჭმელი იქნება საჭმელი, მაგრამ ვერ ენდობი, იმიტომ რომ შეიძლება ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე 2 საათზე მეტი, 3 საათამდე თან ყველგან გელები ხო არ არის ასე? კი, თან შეჩეული უნდა გქონდეს იმ საჭმელზე და იქ შეიძლება ხილი და რაღაც სასიამოვნო იყოს, მაგრამ უფრო მე უყურებ რომ ჩემი საჭმელი დავატარო და იქ რამე სასიამოვნო თუ იქნება ხილი რაც საზამთრო, უბრალოდ პირი გაიგრილო. საზამთრო რო არ იყოს. საზამთროს დახვდნენ და იქნება. იცით რა არ გითქვამს 102 კილომეტრი დარბი ხარ, მაგრამ არ გითქვამს რამდენი არის
აწევა, ასე ვთქვათ, ელევაცია, სიმაღლის აწევა. რა, სიმაღლის ელევაცია 100 კილომეტრზე არის 6500 მეტრზე მეტი. ანუ 6.5 კილომეტრი. ხო, ამდენი აწევა არ გამომიცდია ერთ გარბენში, რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი აწევა ერთ გარბენში 2000 რაღაც ყოფილა, ამიტომ ესეც ძალიან საინტერესო იქნება. და ერთ მიზანი რატომაც მინდა და აქ მონაწილეობა ის არის, რომ ვნახო, როგორია ამხელა ამაღლების და მერე დაღმართების სირბილიც. ამინჩი თუ გაგიმართლათ, ძალიან ლამაზი ხედები იქნება. კი, აუცილებლად. მაგრამ ამინჩი თუ გაგიმართლა და ხუბლები არ იყო, მე სიცხე დააჭერს, ანუ არ ვიცი რომელი მინდა უფრო კარგი ხედები თუ კარგად სირბილი. მეც არ ვიცი რა, თან მეწოდები სიცხეში, მაგრამ თან ძალიან ლამაზი კადრებიც მინდა. ჩემი YouTube-ისთვის. კაი, მაინტერესებს მიზანი რა არის ამ გარბენის შენი მიზანი? ნუ პირველ რიგში ჩემი მიზანი ის არის, რომ სიამოვნება მივიღო მაინც, იმიტომ რომ ნუ ისეთი დიდი გამოწვევა არის, რომ ამის გამოცდილება არ მაქვს და მაინტერესებს როგორ გავართმევ თავს. ძალიან კარგი იქნება ასევე გარბენის დროს შეინახვა, რომ დამხვდები და დამასაპორტებ ხარს დამეჭერ. ეგ არის მთავარი. ასევე მთავარია, რომ ტრავმა არ მივიღო გარბენის დროს და სიამოვნებასთან პირდაპირ კავშირშია და მე შემდეგ კვირებში გავაგრძელო სირბილი თუ მომიდება ჩვეულებრივად და არ გაგრძელდეს 1 თვე და 2 თვე ამის მოშუშება. და ასევე დროის მხრივ ჩემი მიზანი არის, რომ 12 საათამდე დავამთავრო. ანუ 6 საათზე რომ დავიწყებთ, მეორე 12 საათამდე, ანუ 18 საათ დაახლოებით 18 საათში ჩავედიო. თუმცა 19 საათამდე წამოფილი ვიქნები, 18 საათი ანუ იქნება მიზანი. თუ 20 საათი და პლუსი დამჭირდა, ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან გართულდა დღის განმავლობაში, ან რაღაც არ წავიდა ისე როგორც რამე ტრავმა მივიღო და სიარული მომიწია საკმაოდ ბევრი. ამინდიც დიდი ის არის. ამინდი ძალიან დიდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კი. ძალიან ცვალებადია და ძალიან სიცხეც და ძალიან წვიმაც. თან აქ მესტიაში რო თქვათ ეს ამინდი არის ახლა რაც არის, შეიძლება ქორულზე სულ სხვა ამინდი იყოს, თეთრნულზე სულ სხვა ამინდი იყოს და ასე შემდეგ. ხო, პროგნოზსაც ვერ ენდობი დიდად, იმიტომ რომ ძალიან ცვალებადია აქ. კი, რაც აქ ვარ წვიმები წერია. რამდენიმე დღეა უკვე აქ ვარ და მხოლოდ ერთხელ იწვიმა. ხო და თვითონ მესტიაში ძალიან ცხელა აუმინდში. ძალიან ცხელა, კი, არ ველოდი. როცა ღრუბელი არ არის, მზე წვავს და 30 გრადუსამდე ადის ტემპერატურა. ამიტომ ნახოთ, ძალიან საინტერესო იქნება. და მთავარია ძალიან გავერთობთ. კი. მე აუცილებლად დაგხვდები, სადაც შემეძლება ყველგან. ძალიან კარგი. და გაგამხანევებ, როგორც შემეძლება ის. და ბოლოს რას ურჩევდი იმ ხალხს, ვისაც ეხლა უნდა დაწყება სირბილის, ან უკვე დამწყებია და დარბის, ზოგადად რას ურჩევდი სირბილის მხრივ ახალბედა მორბენლებს? ნუ ახალბედა მორბენელი თუ არ ნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯი გადადგა და დაიწყო სირბილი. აი მაგას რაც ძალიან კარგია, საქართველოში გჭირდება უფრო ბევრი აქტიური ქართველი. ქართველი, კი, იმიტომ რომ უცხოელი ბევრი ყავს. ქართველი გვინდა. ბევრი დარბის უცხოელი საქართველოში ვიდრე ქართველი, როგორც ჩანს ამ ყველ შეჯიბრებებში. ძალიან სასიამოვნო იქნებოდა უფრო მეტი ქართველის დანახვა და უმეტესობა რომ ქართველი ვიყოთ, რაც ახლა არ არის ეგრე. ნუ პირველი ნაბიჯი გადადგმულია თუ დამწყები მორბენალი ხარ და უნდა გაგრძელო ესე, ნახო. სხვა ხალხი უფრო მეტი გამოცდილებით ისწავლო ბევრი მათგან ამ სირბილებზე. გაიცნო ხო, ეგ არის ძალიან თავი ეგ არის კომუნას შეუერთდე და ბევრად მეტ რამეს ისწავლი, ბევრად მეტ რამას აირიდებ. და ბევრად მეც საინტერესო ადგილსაც განახებენ ისინი და გამოსულები არიან. პოდკასტსაც დაიწყონ ამ პოდკასტის ყურება. ფაქტობრივად და უფრო მეტად გამოსული და საინტერესო ადამიანებს იქნებიან მომავალში სტუმრად. და ასევე რას ურჩევდი იმ ხალხს, რომლებსაც უნდა დაწყება და იჯერ რომ ვერ იწყებენ, იმიტომ რომ გონიათ რომ არ არის მათი სირბილი, მაგრამ თუ არ არის სირბილი, ნუ დაიწყებენ ასე. ძალიან მარტივად შეუძლიათ გადადგმა პირველ ნაბიჯში. ვისაც უნდათ, მაგრამ ეზარება დაწყება და შემდეგ აი мотиваცია მინდა. ნუ ზარმაც ხალხის ის არ არის სირბილი, ანუ ვისაც შეუძლია ის დაიწყებს და ირბენს. კარგი, მე გეტყვით, მე ვურჩევ მაშინ ეგეთ ხალხს, რომ უბრალოდ ერთხელ წადონ. ოღონდ აი რა. ერთხელ სიდაც არ გამოვა. ბევრჯერ უნდა წადო. ხო, მაგრამ აი ეგრე ერთხელ ჯგუფში, ესა კლუბთან ერთად წადონ. კლუბთან ერთად ყველაზე კარგი იმ შემთხვევაში. და ასე შემდეგ, რომ აი ნახონ, მარტო თუ არ გამოგდის და მარტო თუ გეზარება, კლუბთან ერთად სირბილი ძალიან დაგეხმარება და მან შეიძლება აღმოაჩინო, რომ უი, თურმე რა კაია სირბილი, თურმე ესე ლაპარაკში ვარ. ერთხელ სირბილით არ შეგიყვარდება სირბილის ეს რამე არის. კი ბატონო. ანუ ყველაზე კარგი სირბილი არის მაშინ, როცა გამოსულება გაქვს, უკვე ჯანსაღად ხარ, რაღაც მომენტში წაფოთ შეგიძლია სირბილი და მე რო შეგიძლია ნელა ირბინო ისიამოვნო. თორე თავიდან ვერ ისიამოვნებ სირბილს. ხო, თავიდან ვერასოდეს ისიამოვნებ კი, მაგრამ
ხო, რაღაცა კლუბთან რაღაც ერთად დონეს რომ როცა მიაღწევ, მე როგორც ასე არ იქნება და ხდება. მანამდე ხალხი უნდა დაგეხმაროს თუ შენი თან შეგიძლია. კი, ზუსტად. ძალიან საინტერესო იყო, ვფიქრობ. ჩვენი პირველი პოდკასტი, ძალიან დიდი პირველი მადლობა. ეპიზოდი. პირველი სტუმარი მე ვიყავი. მადლობა შენ.